სასამართლოს გასაგებასა და მეგაპარტიის სამხედრო-მედიოლოგიური მიღებანის სამხედრო-სამხედრო განხილება საქართველოს სამხედრო-სამხედრო სასამართლოში დასაკვირვებელია პუნქტი 1-დან გამომძებელი მართა ყრინაშვილი, პუნქტი 4 შაქრით ბრალდებული ნიკა გვარამია. საქმეზე დართული საგნები და ნივთები პუნქტი 1-დან მომართვის წერილზე თანდართული კომისიის ხდომის ვიდეო ჩანაწერი ერთსავე მეხსიერების გარაძე, პუნქტი 7-ის ჩათვლით ვიდეო პორტალ YouTube-ის დათვალიერების ოქმზე თანდართული ერთი ცალი ელექტრონული დისკი. ბატონო სამართლა გთხოვთ აღნიშნული მტკიცებულებების სრული მოცულობით სამ დასაშრებად. დარჩალის უმარაშვილი მოულო გალების საერთაშორისო დაუშვებელობის მისდევს.
სადავოდ მიგეცინებს სულიც. დიახ. სასამართლო მისინაგავდეს ხარჯმოდება ასენ ხარჯმოწმებიდან მიეშევება სამგენიდან და დაგეგმვის სასამართლო მისინაგავდა საქართველოს სამართლის საერთაშორისო მისიანის მეტერმინალიზმის სამგანოთმების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი 173 1 1
გამოიწვევს დაჯერება შრომის ანაზღაურების 50 მინიმალური ოდენობით. რაც უფრო ძლიერი სანქცია დაასწრებს. ქმედებაც კანონმდებლობის მიერ შეფასებულია უფრო დაბალი რანგის და უფრო დაბალი პასუხისმგებლობის საკანონმდებლო აქტი. ეს არის ადმინისტრაციული სამართლებრივი, რომელიც აწვევს სასამართლობას, აწვევს თავისუფლების შეზღუდვას, აღკვეთას უბრალოდ მოპატიეთ და რომის სანქცია არის სამსახად უფრო დაბალი. ჩვენ გვაქვს ნორმების კონკურენციის დროს რამდენიმე პრინციპი მოგეხსენებათ. მოსამართლე, მათ შორის ეს არის პირველ რიგში ნორმების იერარქია. ამ ვითარებაში ჩვენ გვაქვს სრულად ჩამოყალიბებული სიტუაცია, ნორმები იერარქიულად არის თანაბარი. პირველი რიგის ამოცანა როცა დაკმაყოფილებულია, დანარჩენი აღარ გვაინტერესებს, მაგრამ ჩავყვეთ დანარჩენი რიგის მოთხოვნებსაც. ეს არის სისხლის სამართლებრივი პრინციპი იმისა, რომ ადამიანი უდანაშაულო ვიდრე მისი დანაშაული არ დამტკიცდება. თუ არსებობს ნორმა, რომელიც მის ქმედებას განხილავს არადანაშაულად, არამედ უფრო დაბალი პასუხისმგებლობის, ანუ დაბალი, ხარისხობრივად უფრო დაბალი, უფრო მსუბუქი რანგის გადაცნობა, მაშინ დანაშაულად ასვლა საქართველოს პროკურატურას და სამართალდამცავ ორგანოს უფრო დეფიციტარია. სასამართლოს მათ შორის. ჩვენ გვაქვს ორი იდენტური შინაარსის მუხლი, ორი იდენტური სათაურით, ანუ რეგულაციის სფეროთი და ორი იდენტური ქმედების აფსერებით, ანუ დისპოზიციით. ჩვენ გვაქვს სრული წერტილმძიმიანად არის იდენტური ორი მუხლი. ორივე არის მოგმეტი. კი ბატონო ადმინისტრაციული სამართალდამცავი მიიღეს რაღაც 1900 რომელიღაცა წელს და ეს უყურია, მაგრამ ჩვენ აქ სხვა ვითარება გვაქვს. ჩვენ გვაქვს სრულად სათაურით, ანუ რეგულირების სფერო, როგორც ვიცით, რაც არის სათაური, რასაც გვეუბნება მისი ნამდვილ მიმართული დანაშაულების კოდექსში და დისპოზიციაზე. იდენტური განსხვავებული არის მხოლოდ სანქცია და სამართლებრივი შედეგები. პირველი არის დაბალი სანქცია, როგორც ადმინისტრაციულ სამართალდამცავთა კოდექსს შეესაბამება, შედარებით სისხლის სამართლის კოდექსთან და მეორე ეს არის სამართლებრივი შედეგები, რაც არ იწვევს არანაირ სამართლებრივ გამძობადობას უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით და ნასამართლეობასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, რომ სისხლის სამართლის სანქციაში არის უფლებრივი შეზღუდვების შესაძლებლობაც, საერთოდ არ დავანებოთ იმას, რომ იქ არის თავისუფლების აღკვეთა და აღარ არის. ალბათობა იმისა, რომ ერთ შემთხვევაში დადგეს თავისუფლების აღკვეთა და მეორე შემთხვევაში არ დადგეს, არის 100%-იანი. პროცენტ. ერთ შემთხვევაში რო არ დადგება, არის 100%-იანი, მეორე შემთხვევაში რო არ დადგება, არის 50%-იანი. ან დადგება, ან არა. თქვენი გადასაწყვეტი კი არა და შემდეგი მოსამართლეს გადასაწყვეტი. მეორე, საქართველოს კონსტიტუციაზე მე უკვე გითხარით, რომ დამნაშავეობასთან დაკავშირებული საკითხია ხაზგასმული, როდესაც არსებობს დანაშაულზე დაბალი რეგულაცია, სამართლებრივი შეფასებით ვიძახი, იგივე ტიპის ქმედებასთან დაკავშირებით, შეუძლებელია, რომ დადგეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ნებისმიერი უპირატესობა შემზღუდა სამართლებრივ რეგულაციებში, იქნება ეს სისხლის სამართალი თუ ადმინისტრაციულ სამართალდამცავთა კოდექსი, რაც თვისობრივად ერთი და იგივეა. უბრალოდ ხარისხობრივად არის განსხვავებული, მოგეხსენებათ. ბატონო, წყდება ბრალდებული სასარგებლოდ. შემდეგი 173 ტერცია მუხლის შემფარდებელი ვინ გახლავთ. ამას განსაზღვრავს ადმინისტრაციულ სამართალდამცავთა კოდექსის 239 მუხლი მოგეხსენებათ. მე-18 ნაწილი გვეუბნება, რომ ამ მუხლის შემფარდებელი არის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე. ანუ თავად კანონმდებლო წვრთნია. არამხოლოდ მიკიცებულება საქმეში. იმასთან დაკავშირებით, რომ მან
ვინც გადაწყვიტა რომ ეხლა აღნიშნოთ თქვენი წინაშე ანუ კომისია თავისი თავმჯდომარის მეშვეობით იმსჯელა იმაზე დამდგარიყო უფრო სუბუქი პასუხისმგებლობა თუ მძიმე პასუხისმგებლობა უბრალოდ ბუნებაში არ არსებობს იმიტომ რომ ამ კომისიას ამაზე არ ურჩევია კომისია ადგა გვერდი აუარა თავის საკანონმდებლო უფლებამოსილებას და შესაბამისად ვალდებულებას და საკითხი პირდაპირ გადააგზავნა საქართველოს პროკურატურაში. ჩვენ ამასთან დაკავშირებით ახლა განმარტება არ აქვს. მე დავაყენებდი ახლა კომისიის თავმჯდომარის დაკითხვის საკითხს, რატო არ იმსჯელა ამ საკითხზე ან ასე შემდეგ. ეს ჩემი საქმე არ არის, ეს ჩემს სასარგებლოდ მოქმედებს, იმიტომ რომ არ უსჯელია, მტკიცებულება არ შექმნილა, პროკურატურამ ეს საკითხი საერთოდ არ განიხილა. მეცაც გეტყვით, პროკურატურა საერთოდ ინფორმირებულია თუ არა ადმინისტრაციულ სამართალდამცავებასთან არის საქმე და როგორ ასაბუთებს იმას, რომ უნდა აცდეს ქვედა დონის რეპრესიულ კანონს და ამიტოს უფრო მაღალი დონის რეპრესიულ კანონზე, ამაზე მან თვითონ იმსჯელა თუ არა ეს წამოწ. ალბათ. გადააჩინა რასაც მოვისმენთ, ხო? შესაბამისად მე რა თქმა უნდა არ მეთანხმები არც იმას რომ იმ მუხლით შეიძლება დამდგარიყო ჩემი პასუხისმგებლობა ადმინისტრაციული სამართალდამცავების მაგრამ ეს სხვა განხილვის საკითხია თქვენი განხილვის საკითხია გადაწყვიტოთ როგორ მოხდა ის რომ კომისია რომელსაც ზუსტად იმ ქმედებისთვის რომელსაც მე დავება სისხლის სამართლებრივი წესით ნამსჯელი არ აქვს ადმინისტრაციულ სამართალდამცავებთა წესით თვითონვე შეეფარდებია ჩემთვის პასუხისმგებლობა თან სხვა შორის ყურადღებას მიგაქცევიათ იმას რომ ეს არ არის 173 მესამეა სამართალდამცავებთა კოდექსის მუხლი პრეიუდიციური ძალის მუხლი ანუ ის წინასწარქმედებას რომელიც გამეორების შემთხვევაში სისხლში გადადის ასევე არ ითვალისწინებს მე არ ვიცი ხა ეს ჩარჩენილია კოდექსში ახალი რეგულაცია ამის მერე რო არის მიღებული თარიღობრივად ხო ეს ჩემს საქმე არ არის ეს ჩემს საქმე არ არის იმიტომ რომ მე ვარ სისხლის სამართლებრივად ბრალდებული იმ ორგანოს მიერ ვინც საკანონმდებლო ცვლილებებს თავადვე ახორციელებს ეს ჩემი პრობლემა არ არის მე მაქვს პირდაპირ პასუხი არსებობს ადმინისტრაციულ სამართალდამცავებთა კოდექსი რომელიც პირველი რიგის პასუხისმგებლობას აკავშირებს თუ ვინმე ჩათვლის რომ შემდგომი ან განმეორებითი არ გამოცხადება უნდა გადავიდეს სისხლში და მე ამაზე იდავებს თქვენ მოიხსება ესეც არის სპეკულატიური საკითხი იმიტომ რომ ჯერჯერობით ეს არ მომხდარა საერთოდ ანუ მე ერთხელ გამომიძახეს ადმინისტრაციული შემოფარდა და მეორეჯერ გამომიძახეს და სისხლში გადავედი ეგ ვერ მოხდებოდა იმიტომ რომ ერთხელ გამომიძახეს სულ არც მეორეჯერ არ მევა მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს ეს კვლავ არ არის ჩვენი განხილვის საკითხი ამიტომ პროკურატურამ უნდა მიპასუხოს სუბუქ და მძიმე გადაცდომებს შორის რატო არის არჩეული მძიმე გადაცდომა მაშინ როდესაც ყველა ეჭვი ყველა კითხვის ნიშანი მათ მიერ უნდა გადაწყდეს სუბუქი სასარგებლოდ ეს არის კონსტიტუციური პრინციპიც ეს არის მათი საქმიანობის პრინციპიც და ეს არის კანონმდებლობით კანონებით გათვალისწინებული პრინციპი პირველ რიგში სისხლის სამართლის პრინციპია ერთი მეორე შეისწავლეს თუ არა კანტონ თეატრულკიანის მიერ თავის უფლებამოსილების განხორციელებაზე უარის თქმის საფუძვლები და საერთოდ განხილვა იყო თუ არა ამ საკითხის და არ შეუსწავლეთ იმიტომ არაფერი არ არის საფრანგო წარმოდგენილი და რაც არის წარმოდგენილი ის ადასტურებს რომ ეგეთი რამე არ მოხდარა და შესაბამისად საიდან მომდინარეობს სისხლის სამართლის საქმე შეგახსენებთ რომ ჩემს წინააღმდეგ არ არის მხოლოდ ამგვარი სისხლის სამართლის საქმე არის ბევრი ადამიანის წინააღმდეგ და კომისიამ გამოიმუშავა არა თუ ჩემს საკითხთან დაკავშირებით ერთი გადაწყვეტილება არამედ პრაქტიკა რომ გვერდი აუაროს ადმინისტრაციულ სამართალდამცავებთა კოდექსს და მთავარი ისაა რომ გვერდი აუაროს საკუთარ უფლებამოსილებას და საკითხი გადაიტანოს უფრო მძიმე განხილვის საკანონმდებლო სივრცეში და საკუთარი უფლებამოსილების ნაცვლად საკითხის განხილვა გადასცეს სხვა უწყებას. ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით პასუხები
არ არსებობს და პირველი ჩვენი შუამდგომლობა არის ამ საფუძვლით სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა. მადლობა. მეც დავაბუდებ თუ შეიძლება, რადგან გუშუალე ერთ შუამდგომლობის დაყენება კი ბატონო, თუ მისცემ საშუალებას მეორე საფუძველს მე დავაბუდებ. კი ბატონო. დიახ, მოცემულ შემთხვევაში ბატონო სამართლა პირველ რიგში ჩემს სიტყვას დავიწყებ, რომ პირველი წარდგენის ხდომაზე სხვა საქმეებშიც ეს თემა აქტიურად მიმდინარეობდა, აკვეთებდეს ბევრჯერ გაიწერა ამ საკითხი, რომ შესაბამისი ნორმა გათვალისწინებული იყო ადმინისტრაციული სამართალდამხობის კოდექსში, ზოგადად ამ საქმეში, სხვა საქმეებში ტელევიზიებიც გადაიცა და მოკლედ რომ ვთქვათ, დიახ ბატონო ნიკა, ჩვენთვისაც იყო ეს ცნობილი, რომ ადმინისტრაციულ სამართალდამხობთა კოდექსში თქვენ დასვით შეკითხვა და მაგითო. თუმცა რაც შეეხება აქ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მიზეზს, ბატონო მოსამართლე. მოცემულ შემთხვევაში დროებით საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა თავდაპირველად განისაზღვრა ადმინისტრაციული სამართალდამხობთა კოდექსით, როგორც ადმინისტრაციული სამართალდამხობა. აღნიშნული მუხლი სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი იქნა და ისჯებოდა იმ შემთხვევაში, როდესაც ამას ჩაიდენდა ადმინისტრაციულ სამართალდამხვევი, ანუ ის პირი, რომელსაც ერთხელ უკვე ჩადენილი ჰქონდა ამ მუხლით ადმინისტრაციული სამართალდამხობა. 1999 წელს სისხლის სამართლის კოდექსში, როდესაც კანონმდებელმა გადაწყვიტა, რომ უნდა მომხდარიყო ამ მუხლის პირდაპირი კრიმინალიზაცია, ეს მუხლი იმ ფორმით, რაც დღეს არსებობს, შევიდა სისხლის სამართლის კოდექსის 359 მუხლში. შესაბამისად, 359 მუხლით განისაზღვრა პასუხისმგებლობა დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის ყოველგვარი დათქმების გარეშე. ძალიან კარგია და თავად ბრალდებულმა ისაუბრა ნორმათა იერარქიაზე და განმარტა, რომ ნორმები არის თანაბარიო. ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ნორმათა წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება უფრო გვიან მიღებულ ნორმატიულ აქტს. ყურადღებას გავამახვილებ იმ შემთხვევაში, რომ სისხლის სამართლის კოდექსის დასჯადების მომენტიდან ეს განისაზღვრა სისხლის სამართლის შესაბამისი კოდექსის შესაბამისი მუხლით, მეტიც იდენტურია. იგივე მუხლი ბატონო მოსამართლე, როდესაც შეიქმნა ადმინისტრაციული სამართალდამხობთა კოდექსი, ჩაიწერა ადმინისტრაციული სამართალდამხობის კოდექსში, მაგრამ ნახეთ, მაშინ სისხლის სამართლის კოდექსში იყო დათქმით ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდამხობის მიერ, მაგრამ შემდგომში, როდესაც კანონმდებელმა ჩათვალა, რომ ამ ქმედების პირდაპირი კრიმინალიზაცია უნდა მოეხდინა, 1999 წლიდან აღნიშნული ქმედებისთვის დაწესებულია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. რაც შეეხება იმასთან დაკავშირებით, რაზეც ბრძანა, რომ უკუძალას, რაც შეეხება ბატონო მოსამართლე, უკუძალა ვრცელდება საერთოდ სისხლის სამართლის ორ კანონს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში, როდესაც კანონი აუქმებს ქმედების დანაშაულებულობას და ნაწილაკისას მესმის ამ კუთხით შეიძლება არ მეთანხმებოდეთ, მაგრამ გისმენთ. არა, არ მეთანხმებოდეთ, ფაქტი არ გააკეთებთ. ნახეთ ბატონო მოსამართლე, არ მიხსენებია, უცალეს პრინციპის გამოქმედება არ მიხსენებია. რაც შეეხება იმ საკითხს, რომ უფრო მსუბუქია და უნდა გამოიყენებოდეს უფრო მსუბუქი, აქ გვაქვს სისხლის სამართლის კანონმდებლობაში გაწერილი უკუძალის პრინციპი, სადაც წერია, რომ სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებას, ან ამ მსუბუქებს დასჯას, არ აქვს უკუძალა. ამ შემთხვევაში სისხლის სამართლის კანონებს შორის კოლიზია არ გვაქვს. აქ გვაქვს ის, რომ ორი თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიული აქტის შორის ხედველობაში მიიღება უფრო გვიან მიღებული კანონი, შესაბამისად მიმაჩნია, რომ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძველი არ არის სახეს. არ არის მოქმედებაში ბატონო მოსამართლე, არ არის შევიდა თავიდან არ არის მოქმედებაში რასტიშა მოქმედი ნორმა თუ არ არის შეიძლება უპასუხო ბატონო მოსამართლე, ნახეთ
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა განისაზღვრა ამ ქმედებისთვის, მაგრამ შემდგომში კანონმდებელმა ჩათვალა, რომ ეს არა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ქმედება, არამედ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კოდექსი იმის შემდეგ არ განახლებულა და სისხლში პირდაპირ 99 წელს ჩაიწერა, რომ ეს არის სისხლის სამართლის კოდექსი 1999 წელს ყოველგვარი დათქმის გარეშე. ბატონო სამართლე მანამდე არსებობდა. დიახ, 99 წელს არც მეორე არ ყოფილა. არც ერთი არ ყოფილა, არც სისხლის და არც ადმინისტრაციის. მოქმედი ნორმა ნიშნავს იმას, რაც ფურცელზე წერია და არის მოქმედებაში. გამოყენებულია თუ არა ნორმა, ის არ ნიშნავს მოქმედ ნორმას. მასე თანაბარი ორი არც ერთი არ არის გამოყენებული. მე ვიყავი ადმინისტრაციული უპროსწორად კოდში. მე მაგაზე არ ვდავალ. ჩვენ იმას ვყავდაოთ, იერარქია როგორ განისაზღვრება, იმის რა ქვია, დროში მოქმედების თვალსაზრისით. ჩვენ დავთ იმაზე, რომ ორივე მოქმედია, არაფერი არ გვაძლევს. როგორ შეიძლება ადამიანის წინააღმდეგ გამოიყენოს თუ სისხლის სამართალი ნასწავლი გაქვს სადმე სწავლება და კონსტიტუციად საკითხული, როგორ შეიძლება ადამიანის მიმართ გამოიყენოს პირდაპირ უფრო მაღალი შეზღუდვის და უფრო მაღალი სანქციის, უფრო სამართლებრივად შემსუდავი ნორმა, როცა არსებობს უფრო ნაკლები შეზღუდვის ნორმა. კიდევ ერთხელ ვამბობ, საერთოდ ისიც კი არ წერია, რომ მოქმედი ნორმა ორივე თანაბარი საკანონმდებლო ძალისხმევი ნორმა, ორივე კოდექსია. მარტივად რო ვთქვა. მაგრამ მით უმეტეს, როდესაც ჩემ წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია იმ ადამიანის მიმართვის საფუძველზე, ვინც თავად არის ნორმა შემფარდებელი, უფრო მსუბუქი ნორმა. ეს კი ყარდაჩენია მაშინ ჩვენ აღკვეთაზე მე ეს კითხვა არ გავჩენია. არ მე ვერ გეტყვით, იმიტომ მე რაც მომავიდა პერიოდში და 99 წლის განმავლობაში ნორმას უყურე. ეგ შეიძლება ეხლა თუ ვადებული ხერხა არა, აკვე აფიცნო. 99 წელს მე ვიყავი 23 წლის თუ მე ვიყავი საკანონმდებლო კომისიის თავმჯდომარე, პირდაპირ გეტყვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ნორმა გამომიყენებია სისხლის სამართლის ან პროკურატურისთვის მიმართვის ნორმა არასდროს არ გამომიყენებია, რა კითხვის ნიშანი დგება შემდეგი. თუ კანონმდებელს უნდა და ეთქვა, რასაც იძახის პროკურორი, ის ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ნორმას იქვე გააუქმებდა, როცა მიიღო ახალი ნორმა. მით უმეტეს თავად ამბობენ, რომ პრეიუდიციული ნორმა იყო მანამდეო და ადმინისტრაციული შეუსრულებლობის საკითხი მოხსნაო. რომ მანამდე ეწერაო, რომ თუ უკვე დაჯარიმებულია და მაინც არ მოვაო, მერე სისხლი დავიდესო. ანუ 99 წელს კანონმდებელმა იმსჯელა ორივე ნორმაზე, ახალ ნორმაზე, სისხლის სამართლის ნორმაზე, უბრალოდ ახალი არ იყო ეს ნორმა. პრეიუდიცია მოუხსნა იქაც და აქ დატოვა იგივე ნორმა ხელშეუხებელი. ანუ სისხლში მოხსნა პრეიუდიცია, ხვდებით რასაც ვამბობ, ანუ ადმინისტრაციულისთვის თუ სანქცია დადებულია, შემდეგ ჯერზე უკვე არ მომიდესო. ეს მოხსნა სისხლის ნორმიდან დავადმენოდნენ დიახ, მაგრამ კონკრეტულად ის ნორმა არ გაუქმნა. ანუ ორივე ნორმის შესახებ კანონმდებელმა არ იცოდეს, რომ ეს ჩემი პრობლემა არ არის, რა იცოდა და რა არა. მაგრამ აქ შემიძლია ვიმსჯელო თქვენთან ერთად, რომ კანონმდებელმა ის ნორმა არ გააუქმა. არ შეიძლება. ეგ არ არის ჩემი პრობლემა. მე ვიცი, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის თეა წულკიას თავად შეეძლო გამოეწერა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და ოქმი. ამის ნაცვლად მან არ იმსჯელა არც ამ საკითხზე, ანუ საკუთარ კომპეტენციაზე, რატომ გააგზავნა პროკურატურაში არ ვიცი და პოტენციური სამართალდარღვევიდან მაქცია პოტენციურ დამნაშავედ და ამის უფლებამოსილება მას არ ჰქონდა, მინიმუმ საკუთარ უფლებამოსილებაზე უნდა იმსჯელა, მინიმუმ. თუ თქვენ ვერ ყალიბდებით ამ თვალსაზრისით, პირობითად გეუბნებით. მაშინ წარდგინებით სადაც საკონსტიტუციო სასამართლოში ის უფლებაც გაქვს. რომ ამაზე იმსჯელოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე ამგვარი კოლიზიის შემთხვევაში, იდენტური ნორმების კოლიზიის შემთხვევაში, ეს ხო სისხლის სამართალი, ჩვენ არ ვჯეროთ ეხლა სამოქალაქო სამართალს.
კერძო სამართლის ნორმებზე. ეს არის რეპრესიული სამართალი, სადაც პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აკადემიური განმარტება შეიძლება მივცეთ ამ საკითხს, რომ რეპრესიულ სამართალში ნორმა და პოლიციის დროს გამოიყენება უფრო მსუბუქი. ეს არის წერტილი, რა მეტი არ ჭირდება ამას ახსნა. დარწმუნებული ვარ თქვენობიცება, არც თქვენთვის არ ჭირდება ამას ახსნა. პროკურატურამ უნდა ამიხსნას მე ორი რეპრესიული ნორმის პირობებში, რომელიც არის სრულიად იდენტური აბსოლუტურად და მან დროში განმწობადობასთან დაკავშირებით და ცვლილებების მიღების დროსთან დაკავშირებით ჩვენ არც ჩავდივართ. მათამდე არც მიდის ეს განხილვა. ორი თანაბრად მოქმედი კოდექსის, ორი თანაბრად მოქმედი ნორმა. განსხვავება არის სანქციებში. მაშინ პროკურატურამ უნდა ამიხსნას პირველი ნორმა შემხარდებელმა რატო არ გამოიყენა თავისუფლება და რატომ იმართა სხვა ნორმა შემხარდებელს უფრო მძიმე სანქციის მოთხოვნით. ერთი საერთოდ რატო არ იმსჯელო ამ საკითხზე ორი და მესამე თავად რატო ჩათვალა რომ უფრო მსუბუქი საკითხის გამოყენება არ მიიყვანდა, იმიტომ რომ ჩვენ ხო ვიცით სისხლის სამართლის საქმის და სასჯელის ამოცანა რა არის. ნუ საზოგადოებრივი წესრიგი იქნეს დარწმუნებული, რომ ნორმის ამოცანა იყოს დარწმუნებული. პროკურატურამ უნდა მიპასუხოს, რატო გადაწყვიტა მან, რომ სისხლის სამართლებრივი ნორმის აღსრულება გამოიწვევს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნორმის აღსრულება ამ მისიას ვერ შეასრულებს. მე ესეთი არ გამიგეს. დიახ, ბატონო სამართლიანი, კონკრეტულად პასუხობ, რა მიზნით შეიტანას 1999 წელს სისხლის სამართლის კოდექსში. მესმის, ზუსტად ვუპასუხო, ბატონო სამართლიანი, ნორმა პირველი ის, რომ თავდაპირველად სხვადასხვა დათქმები არსებობდა, თუმცა შემდგომში კანონმდებელმა ჩათვალა, რომ ეს იყო სისხლის სამართლის კოდექსის გათვალისწინებული ქმედება 1999 თქვენ ხო პროკურატურის პოზიცია გაინტერესებს, პროკურატურის პოზიცია არის ასეთი. შემდგომში კანონმდებელმა ჩათვალა, რომ ეს პირდაპირ ყოველგვარი დათქმის გარეშე იყო სისხლის სამართლის დანაშაული და 1999 წლიდან უკვე 359 მუხლი ხდება ყოველგვარი დათქმის გარეშე. დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა. ნორმატიული აქტების ორხმაში ვისაუბრებ თუ შეგვიძლია. ნორმა რატომ არ გავიგებთ? მართლაც ბატონიკა, მე არ გეჭრებოდი დაგასრულებინეთ. Apesar de a mesa gabriel está na nível sample, você sample normal, რომელიც აისახა უცხოეთის სამართლის კოდექსში, თავისთავად ადმინისტრაციულ სამართალს კოდექსში ნორმა ფაქტობრივად დიახ. ეგ როგორ ფაქტობრივად ამავდროულად თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ნორმის წინააღმდეგობისას უპირატესობა ენიჭება უფრო გვიანი თუ იმჟელა ასევე ბრალდებულმა გააჟღერა, რომ თია წულუკიანს თითქოს და თვითონვე შეეძლო ადმინისტრაციული აქტი გამოეწერა, ვინაიდან ეს იყო, პირდაპირ წერია კომისიის წერილში და კომისიის თავმჯდომარის წერილში, რომ ეს ქმედება იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. არანაირი არის სისხლის წუთი. პირდაპირ ეწერა ბატონო სამართლე, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა არის სისხლის სამართლის კოდექსის დასჯადი ქმედება, ეს გათვალისწინებულია ასევე შესაბამის დებულებაში სისხლის სამართლის კოდექსში და აღნიშნული მუხლი დროებითი საგამოძიებო კომისიის დებულებაში სისხლის სამართლის კოდექსში შესაბამისად ბრალდების მხარემ ჩათვალა, რომ კანონმდებელმა ამ მუხლის კრიმინალიზაცია მოახდინა 1999 წელს და ამ მომენტიდან დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა ყოველგვარი დათქმის გარეშე არის სისხლის სამართლის კოდექსით
გათვალისწინებული დასჯადი ქმედების. ბოდიში რომელი დებულების თანახმად მინდა დროებითი საგამოძიებო კომისიის. დროებითი საგამოძიებო კომისიის დებულებაში რა წერია? სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედება იყო ისჯებოდა. შესაბამისად შეგიძლიათ ბაჩვენოთ. ბატონიკა არ მოგვთან და შეგიძლიათ შევხედოთ და ნახოთ პლუს თქვენ სახალხო. ეგ არა პრობლემა რა გაქვთ ერთი წუთით. გავიგე. გავიგე რაც მიპასუხეთ წელში პირდაპირ წერია. თქვენი გამოუცხადებლობა გამოიწვია. ვერაში მაინტერესებს რა რო ეწეროს ორი თავი გამედება. შეძლო გამოწერა შესაბამისი არ მაინტერესებს არ მაინტერესებს პარლამენტის კომისიის აქტები არ საჭიროდება ადმინისტრაციული წესით ერთი წამი. არ მაინტერესებს თეატრალურკიანმა იქ რა დაწერა. თქვენ ჯერდით სულობთ არ ყოფილა წინაპირობა ვერც ადასტურებთ რომ 99 წლამდე ამგვარი მოქმედებდა რომ თუ იმით დაზარალებული აქ გადმოვიდეს ამას ვერ ადასტურებთ ერთი თეატრალურკიანმა რომ იმსჯელა ამ საკითხზე ვერ ადასტურებთ მე რა მომწერა მაგას რა მნიშვნელობა სამართლებრივი შედეგი სამართლებრივი მაგას რა მნიშვნელობა დებულება რა შემთხვევაში არის გამოუცხადებლობის შემთხვევაში და ეს არის დებულება რომელსაც იშველებს აი ეს საგამოძიებო ხო ახაც მოიტყუეთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ წერია ნახეთ როგორ წერია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა ამას ემატება მაშინ თქვენ რა გაგაცნობებული ბოდიში შეიძლება რომ კითხოთ აქ თქვენ კი მეკითხებს არ მისვავთ იმასთან დაკავშირებით რა მაქვს დამთავრებული თუ არა და მეკითხავთ მაშინ როგორც მეკითხავთ მაშინ როგორც არამხოლოდ ის ვისაც დამთავრებულია არამედ ის როგორც ლექციებსაც კითხულობს ბატონებო, საქართველოს კანონმდებლობით ასე წერია, არამედ სისხლის სამართალია წერია, კანონმდებლობა ნიშნავს არა მხოლოდ კანონებს, არამედ ნორმატიულ აქტებსაც, მოიხსენებათ. ამიტომ ეგ კანონმდებლობა ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდამცავი კოდექსიც არის და სისხლის სამართლის კოდექსიც, ზუსტად ჩვენი სასარგებლო რა თქვა, მიუხედავად იმისა, იქ რა წერია, მაგას მნიშვნელობა არ აქვს, საგამოძიებო კომისიის დებულება არ ნიშნავს კანონთან შედარებით, მაგრამ მოდით ახლა სისხლის სამართლის კოდექსის მე-7 მუხლის მეორე ნაწილი წავიკითხოთ, ხო? დანაშაულს არ წარმოადგენს იმგვარი ქმედება, რომელიც თუმცა ფორმალურად შეიცავს ამ კოდექსით გათვალისწინებული რომელიმე ქმედების ნიშნებს, მაგრამ მცირე მნიშვნელობის გამო არ გამოუწვევია ისეთ სიად, რომელიც აუცილებელს გახდიდა მისი ჩამდენის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ან არ შეუძლია ასეთი ზიანის საფრთხე. ეხლა ნახეთ თქვენ ეს. იმასაც კი არ ამბობს ეს ნორმა, რომ სხვა კანონით გათვალისწინებული უფრო დაბალი ვალდებულების უფრო დაბალი შეზღუდვის კანონით გათვალისწინებულ ქმედებას არ წარმოადგენს. იმას ამბობს, რომ მარტო ამ კოდექსისაც რო იყოს განსაზღვრული ფორმალური ასე ვთქვათ შემადგენლობა რო იყოს სახეზეო, თუ განსაკუთრებული ზიანი არ არის, ამ კოდექსის დისპოზიციაც კი არ არის პასუხისმგებლობის განსაზღვრელი. ახლა პროკურატურა გვეუბნება, რომ მე-7 მუხლის მეორე ნაწილის გაუჩნდა თურმე პარლამენტის მიერ. ანუ უფრო დაბალი იერარქიის რეპრესიული აქტი უადგენს შემადგენლობას, აქაც კი შეუძლია პროკურატურას გადაწყვეტოს, რომ პირდაპირ წავიდეს სისხლის სამართლის კოდექსი. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ არის ჩემი პრობლემა 99 წელს რა გააკეთა პარლამენტმა. პროკურატურა ჩამოყალიბდეს ახლა 99 წელს პარლამენტმა ადმინისტრაციული სამართალდამცავი კოდექსის მუხლზე იმსჯელა თუ არ იმსჯელა. მე გეუბნებით, რომ იმსჯელა, იმიტომ რომ მიიღო ახალი მუხლი, ელევაცია მოახდინა მუხლის სხვაგან უფრო შემსრულდა ნორმაში, მაგრამ რო იმსჯელა შედეგად ის გააკეთა, რომ ეს ნორმა არ გააკეთა. ანუ 15 თუ რა მეცები გავიყავ 26 წლის მერე 25 წლის პროკურორი მიყვება ამბავს, რომ საქართველოს პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც შექმნა ახალი სისხლის სამართლის ნორმა და ძველი ადმინისტრაციული სამართალდამცავი ნორმა ძალაში დატოვა. უბრალოდ გააუქმა. როგორც თქვენ გითხეთ, ფაქტობრივად გააუქმა. არ იცნობს საქართველოს კანონმდებლობა ფაქტობრივი ვერ გამოიყენეს გაუქმება ფაქტობრივად. ბატონო, გამოიყენეს ფაქტობრივად არასდროს. და ვიტყვა რომ მეორე გამოიყენეს ერთი წამი, ერთი წამი. არა, ბატონო.
ესეთი შეფასება მისცა პროკურორს. მე მის პოზიცია დავაფიქსირე. ეთანხმებით რომ მისი პოზიცია ფაქტობრივად არ გამოიყენება, ეგეთ რამე კანონში არ არსებობს. არა, ბატონო, გავიგე. თქვენ ეგრე ფიქრობთ თუ არა, იქ მაინტერესებს თორე ხა თქვენ ხო არ გითხავთ რა დაამთავროთ ხო? ამიტომ გითხე მაგრამ თქვენ ხო არ გითხავთ რა დაამთავროთ ხო მოსამართლე ხართ. ამიტომ გითხე არა, არ მინდა არ მაინტერესებს. სრულიად არ მინდა. მაშინაც მუშაობდი ბატონო. ერთი წუთი რა სრულიად არ მაინტერესებს რა დაამთავრეთ. ამიტომ გითხე სამე კარგად იცით. საფრთხეს მუშაობდი, საფრთხეს ვიყავი. ბატონო, არ მახსოვს და ჩემთვის მნიშვნელოვანი რაც იქაც გამოვიდეს და მე ცოტა ისეთია. რა დაამთავრეთ? არის გასავსებული დასამართი. არა, ჩემთვის მნიშვნელოვანი. ბატონო, ლექცინა არის. არა, გასავსებული გუშინდელი სარეკოს და საზოგადოება ესწრება ესე ციკლში. მაჩინა არა ხო? მაჩინა იქა მაჩინა. არა, არა, რა ვიზოდე და ეხა დუელი იცი და ახალიც და ასე. ბატონო, ლევანი საერთოდ არ შეიძლება რომ იმას ბატონო საერთოდ დავიცოთ მე არ ვახსენებული რომ ისე დავიცოთ ბატონო იმაში გავხსოვდა ვერცუნდები როცა არ არის პრობლემა გუგაჩუნდები არ მაინტერესებს ბატონო რაღაც ესე სიტყვა გადააგდეთ ეს სიტყვა გადაგდება არასწორია შეიძლება რომ იპასუხოთ გავიგე არ მაინტერესებს საერთოდ ვიცი რა გუშინდელზე ლაპარაკობ უცხოად გეუბნები. არა, ვიცი. არა, არ ვიცი რაზე ლაპარაკობთ ახლა რა თქმა ამის თქმა. მე ამის თქმა არაფერ სიტყვა არ გადავიგდია. აბსოლუტურად ლოგიკურად ვამბობ. ამიტომ არ მეკითხები მოსამართლეს მან რა დაამთავრა პრეზუმპცია მაქვს რომ მოსამართლეა და საქმე მაინტერესებს რა დაამთავრა. ამიტომ მეკითხები პროკურორს. სად გაიგო მან? საიდან გაიგო მან? რომელ წიგნში ამოიკითხა? ვინ მოუყვა? სად ასწავლეს? რომ ნორმა რომელიც არსებობს და ძალაშია ის არის ფაქტობრივად გაუქმებული. ესეთი რამ არ არსებობს სამართალში. ეს მიდოდა მე თქვა ყველაფერს თუ არასწორად გაიგეთ. არა მე არც რამე პასუხები და მოვისმენთ. არა თქვენ კონდა ისე რაღაც ისე გადააგდა მე არ მე კიდევ პასუხობ არაფერი არ გადავამბე. ისე გადაგდებები და ასეთი რამეები არა. ჩემზე არ თქვა. რა სიტყვა გადავაგდებ? არა, რაღაც გადაამთავრეთ, რა გამომთავრეთ და ასე შემდეგ. ბატონო, მე არ მithქვავს რა დაამთავრეთ. არა, მე გითხარი და ამიტომ არ დავინტერესებულვარ. თქვენგან საკითხი და დავინტერესდი პროკურატურისგან. მე საერთოდ ვიცი რა ლაპარაკობ, თქო მართლა ვერ ვიტყვი. გულწრფელად გეუბნები. არა თქვა გუშინ რა მოხდა ისიც არ ვიცი. მაგრამ გულწრფელად გეუბნები, არ ვიცი რა ლაპარაკობ. აბსოლუტურად კაფიოთ ვამბობ. მოსამართლეს შინაგანად გარდამოსამრისა ადამიანთა პიროვნება მაქვს. ბატონო ლევან, კიდევ ერთხელ არა, ნუ მაიძულეთ რომ კიდევ უფრო შემოვიდეთ ამაში. საერთოდ არ ვიცოდეთ თქვენსთან. არა, მე არ ვიცი რა დაწონს. ვერ მეწოდინება ყველაფერსება, რაზე მე ლაპარაკებ, მართლა წარმოგიდგენია. ბატონო, მაშინ იბაზონ ჩავლის. მართლა არ ვიცი რაზე მე ლაპარაკებ, არ ვიცი. ამაზე თავათი ძალიან მარტივად ვაკეთებ ჩემ კონსტრუქციას. იმიტომ არ გითხებ მოსამართლეს რომ რა დაამთავრეთ კი არა და სად გასწავლეს, იმიტომ რომ ის მოსამართლეა, მაგრამ პროკურორისთვის მაგ შეკითხვის დასვლის უფლება. სად გაარკვია მან, როდის გაარკვია მან და როგორ გაარკვია მან, რომ თურმე ნორმა, რომელიც მოქმედებაშია, არის დისფუნქციური. სად გაარკვია? ეს გადამოიკითხა. არ არსებობს ეგეთი წინაპირობა აკადემიურ თვალსაზრისით ყოველ შემთხვევაში სამეცნიერო თვალსაზრისით. მით უმეტეს, როცა სისხლის სამართლის ნორმა ასევე დისფუნქციურია. მეცაც გეტყვით, თქვენ ოდისება ადმინისტრაციულ სამართალდამცველთა კოდექსი უფრო ხშირად არის გამოყენებული ამ ქმედების მიმართ, ვიდრე სისხლის სამართლის კოდექსი. სისხლის სამართლის კოდექსის გამოყენება ამ კონკრეტული ქმედების მიმართ ხდება საქართველოს ისტორიაში პირველად. ამას გარდა ბატონო, ამას გარდა ეს ნორმა ადმინისტრაციულ სამართალდამცველთა კოდექსის ვერ იქნება საბჭოთა დროს მიღებული ნორმა. რატომ? იმიტომ რომ საბჭოთა კავშირში პარლამენტები არ არსებობდა. არც მათი საგამოძიებო კომისიები. შესაბამისად, ნორმები არის თანაბარი სამართლებრივიც არის პროკურატურა იმასაც ვერ ადასტურებს, რომ
სისხლის სამართლის კოდექსის ნორმა უფრო გვიანდელია, იმიტომ რომ მათი მოთხრობა ჩვენ არ გვაინტერესებს, ჩვენ გვაინტერესებს. ჩახედეთ შესაბამის. ვერაფერს ვერ ჩავხედავ, ჩვენაც ვიფასო ერთი წამი. ჩვენ გვაინტერესებს თუ ავტენტური განმარტების მოტანა უნდა მოიტანოთ ავტენტური განმარტება. არ მოუტანეთ. ეხლა ესე სიტყვიერად ნათქვამია, ასე ახსნა განმარტებები მე არ მაინტერესებს. მე მაინტერესებს ის, რასაც ვკითხულობ და ვკითხულობ ცხადია ჩემს სასარგებლოდ. ლավ შევახსენებ ყველას, თქვენ ოფიცრებად თქვენს პროკურატურას მით უმეტეს. ეს არის სისხლის სამართლის პროცესი. ეს არ არის დისპოზიციური პროცესი. ეს არის პროცესი, სადაც მხარეებს შორის შეჯიბრებითობა არის, მაგრამ კონსტიტუციური პრინციპები არსებობს, რომელიც იცავს ბრალდებულს და არა ბრალდებას. ამიტომ კვლავ მართლა ვერ მივხვდი, რატო თქვენი ასე ვთქვათ, აბრაზების მოტივს გულწრფელად გეუბნებით. არა, ჩავთვალე, რომ არასდროს გავიგე რაღაცებში ის მოსწონებად შევხო. ხო, მოდით ესე ჩავთვალო, მართლა ვერ გავიგე, მაგრამ გულწრფელად გეუბნებით. მე გონია, რომ იმ ვითარებაში თან რომ ნორმა შემფარდებელი თავის პასუხისმგებლობას იცილებს, მე არც მსჯელობს ამ პასუხისმგებლობის აცილების საფუძვლებზე და სხვა ნორმა შემფარდებას მიმართავს უფრო მძიმე სანქციის გამოყენებით, ამ ვითარებაში სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს, თუ გადაწყვეტს ნორმა შემფარდებელი ადმინისტრაციულად დაიწყოს, მე მას სხვა პასუხებს გავცემი, მაგრამ ეს თერმოდელი განხილვის საგანი არ არის. დიახ, შე განმარტებას გავაკეთებ. კი ბატონო, ხო, პირველ რიგში ბატონო ლევან, მინდა კარგად გავიაზროთ, რასთან გვაქვს საქმე, იმიტომ რომ პროკურორი ცდილობს წარმოაჩინოს, რომ ეს არის წინააღმდეგობა და ნორმათა კოლიზია და ამ კოლიზიის შემთხვევაში ჯერ იერარქია, მერე გვიანი მიღებული რომელია, სინამდვილეში კოლიზიასთან არ გვაქვს საქმე. აქ ნორმათა კონკურენციასთან საქმე, იმიტომ რომ ერთი და იგივე შინაარსის ორი ნორმა არსებობს. ერთმანეთს კი არის წინააღმდეგებიან და ის კი არ არის. ერთი და იგივე ქმედება მოწესრიგებულია ორი კანონით. ამ ორი კანონიდან ერთი აწესებს უფრო სრულ პასუხისმგებლობას, მეორე აწესებს უფრო მძიმე პასუხისმგებლობას. არ დააკარგავ არც თქვენ დროს, არც ჩვენ დროს იმის ახსნაში, რომ როდესაც ერთი და იგივე ქმედებაზე შეიძლება სრული პასუხისმგებლობაც და კაცრი პასუხისმგებლობაც იყოს გათვალისწინებული, მოგესწრებათ, რომ სისხლის სამართალი არის უკიდურესი სამართალი, იმიტომ რომ ყველაზე უხეშადეება ადამიანის უფლებებში და მისი გამოყენება ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ამისი აუცილებლობა არსებობს. თუ საქართველოს პარლამენტი ანუ საკანონმდებლო ორგანო თვლის, რომ ეს ქმედება სამართალდამცავთა კოდექსითაც შესაძლებელია იქნეს მოწესრიგებული, შესაბამისად სისხლის სამართლის კოდექსის გამოყენების აუცილებლობა არ არსებობს. ეხლა რო გავყვეთ ჩარებს. ეხლა რო გავყვეთ ლოგიკას ქალბატონი პროკურორის, რომ რადგან სისხლის სამართლის კოდექსში იქნა შემოტანილი ეს ნორმა, გაუქმდა de facto ადმინისტრაციულ სამართლებრივთა კოდექსში. ჯერ ერთ სამართლებრივ ცნება არ არსებობს, გაუქმება ხდება მხოლოდ ნორმის ამოღებით, ანუ ცვლილების შეტანა. რაც არ მომხდარა და დღემდე ეს ნორმა არის ძალაში. საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებულ ვერსიაში ეს ნორმა ზუსტად იდენტური შინაარსით არის კანონიერ ძალაში შესული. შესაბამისად, აქ უფრო გვიან და ახალ მიღებულ აქტებზე კი არ დავამახვილებთ ყურადღებას, არამედ იმაზე, რომელი უფრო მსუბუქ დარღვევას ითვალისწინებს და შესაბამისად, რომელი უფრო მსუბუქ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. რა თქმა უნდა. და კიდევ ერთი საკითხი. ეხლა როგორ წარმოგიდგენიათ, თუ პარლამენტის ან საკანონმდებლო ორგანოს ნება იყო, რომ ეს ქმედება გამხდარიყო დანაშაული. რატომ არ ამიღებდა ადმინისტრაციულ სამართალდამცავთა კოდექსიდან, ხო? მხოლოდ დანაშაული და არა ადმინისტრაციულ სამართალდამცავ. რატომ არ შეიძლება ამოიღო? აქ შეიძლება არსებობს ერთადერთი ლოგიკური პასუხი, რომელიც სამართლებრივად არ აქვს საფუძვლის, ეს არის საკანონმდებლო ორგანოს შესწავლა, თუ შესწავლა შეიძლება ცხადია ყველას მოუვიდეს და საკანონმდებლო ორგანოსაც მოუვიდეს, მაგრამ ცხადია ეს ადამიანის უფლებებზე უარყოფითად არ უნდა ისახოს, მაგრამ მაგისთანაც არ გვაქვს საქმე ბატონო ლევან და გეტყვით ეხლა რა გულისხმობ. ადმინისტრაციულ სამართალდამცავთა კოდექსის 173 ვერსია მუხლი ცალკე განხილებულად არ უნდა იქნეს განხილული. ხო, მასთან დაკავშირებული ნორმა გვხვდება 239 მუხლში, რომელიც არეგულირებს იმას, თუ რომელ სამართალდამცავაზე ვის აქვს ოქმის შედგენის პასუხისმგებლობის დაკისრების
უფლებამოსილება. ამ მუხლში 2010 წლამდე მე-19 ნაწილით იყო გათვალისწინებული, რომ კომისიის თავმჯდომარე აკეთებდა. 2010 წელს შესული ცვლილებებით გადმოვიდა მე-18 ნაწილად. ანუ ახალი ამ საკითხზე იმეჯელა პარლამენტმა არაერთხელ. მათ შორის 2010 წელს ხო 2010 წელი რომ უფრო ახალია ვიდრე 99 წელი, ამაზე არ დავწერთ კანონს, ხო? ანუ საქართველოს პარლამენტმა ამ საკითხთან დაკავშირებულ ნორმებში ცვლილებები მერე შეიტანა 99 წლის მერეც. და შეგიძლიათ ითქვას 2010-მდე ეს ხო 19 ნაწილი, 2010 წლის მერე 18 ნაწილი. რა თქმა უნდა, ოქმის შედგენა როგორ ხდება, პარლამენტი შეერეო იმ საკითხს. 99 წლის მერე ოქმის შედგენა როგორ უნდა მოხდეს? ანუ შეფარდებელი ბოდის ვიხდი, შეფარდებლის განსაზღვრა არის ნორმის რეგულაციური ნაწილის განსაზღვრაც. ანუ არ შეცვალა დისპოზიცია, არ შეცვალა სანქცია, მაგრამ შეცვალა შეფარდებელი. ჩვენ ხო ვიცით, რომ 239 მუხლი ადმინისტრაციულ სამართალთა დარღვევათა კოდექსში ეს არის კონდენსაცია, მოდი ასე ვთქვათ რა, აკუმულაცია ყველა შეფარდებლის. თორე მასე ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ ყველა ნორმაში ცალ-ცალკე ეწეროს შეფარდებელი. მაგრამ კანონ შემოქმედების საკითხია, ამ კანონის მიერ გაკეთებული და პარლამენტის მიერ გაკეთებული არჩევანია, რომ შეფარდებელი ერთ მუხლში ეწეროს, რომ ყველა ნორმა არ გადაიტვირთოს, შესაბამისად ამ ნორმაზე, ახალ ნორმაზე უფრო გვიანაა ნაბიჯელი საქართველოს პარლამენტს, ვიდრე ძველ ნორმაზე სისხლის სამართლის კოდექსიდან. ეს მინდოდა მე თქვა თქვენთვის რაც შეეხება თეორიას და ამ ჩას გავხსნით და კიდე ანუ რა საზოგადოება სურო საკანონმდებლო ორგანოს შეცდომა იყოს, არ შეიძლება რომ ეს შეცდომა ქალაქის წინააღმდეგ იყოს გამოყენებული, ხო? ნორმა ძალაშია, საერთოდ არ უნდა ინტერესებდეს ადამიანს ამ კონკურენციის უკან მოტივი რა არის? უდიდო ადამიანს რომლის წინააღმდეგაც პასუხისმგებლობის საკითხი განიხილება. მაგრამ ეს ლოგიკაც არ არის, ხო, ანუ შეცდომაც გამორიცხული გონია მარტივი მიზეზის გამო. 239 წელში ადმინისტრაციულ სამართალთა კოდექსის შესული არის დაახლოებით 100-მდე ცვლილება. ალბათ ყველაზე მეტი ცვლილება არის რაც რომელიც ამ ცალკეაღებული რომელიმე საკანონმდებლო აქტის კონკრეტულ მუხლში შესულა. 100-ჯერ იმსჯელა საქართველოს პარლამენტმა ამ მუხლზე, 100-ჯერ შეცვალა, ანუ 100-ჯერ წაიკითხეს, რომ დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობაზე ოქმის შემდგენი არის კომისიის თავმჯდომარე და 100-ჯერ დატოვეს ძალაში. ანუ თუ 99 წელს ვიღაცას გამორჩა, ესეც არ არის პრობლემა, მაგრამ მაინც მაშინ კითხვა ჩდება 100-ჯერ რო შეცვალეს ეს ნორმა, ერთხელ მაინც როგორ დადგა საკითხი, რომ იცით რა ეს საკითხი რადგან სისხლის სამართლის კოდექსში არის მოსაზრებული, მაშინ 239 წლიდან ამოღებული უნდა იყოს 173 ვერსია მოგვიწევს. ამიტომ არასწორად ვაყენებ საკითხს. გვიან და ახალ მიღებულ საკითხებს შორის ერთი და ასეც რო დავაყენოთ, სტადია ჩვენ ურთიერთკავშირი უნდა განვიხილოთ ამ ორი ნორმის 173 ვერსია და 239 გულისხმობს და ნახავთ რომ პარლამენტის ნება ამ შემთხვევაში იყო ის რომ ისწმენდება იყოს ადმინისტრაციული სამართალდაბნევა და შესაბამისად იყოს გამოყენებული პასუხისმგებლობა, რომელიც ამ კანონით არის გაფორმებული. მეც დავამატებ, თუ შეიძლება ჩემი აზრით ეს მნიშვნელოვანია, არ მნიშვნელოვანია. პროკურატურა თავის შრომის დასაკუთრებისას აპელირებს იმაზე, რომ თეატრალურმა თურმე აცნობანი გაგვარამიას, რომ სისხლის სამართლის წესი საკონსტიტუციო სამართალ წარმოების შესახებ კანონში და სხვა აქტებში წერია, რომ მოსამართლე შეუძლია წარდგინებით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ეს უნდა მოხდეს ნებისმიერ ეტაპზე საქმის განხილვის, როცა მოსამართლე ჩათვლის ამას საჭიროდ და ჩათვლის ამას შესაძლებლად. ერთი, მაგრამ აქ მე ვფიქრობ კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხიც არ არის. აქ ძალიან ცალსახაა საკითხი, რომ არ არსებობს სისხლის სამართლის კოდექსის ნორმა, რომლითაც მე შეიძლება ვაყო პასუხი. უბრალოდ არ არსებობს ეს ნორმა პირველ რიგში არის ადმინისტრაციულ სამართალთა კოდექსის ნორმა, მაგრამ თქვენ ჩათვლით, რომ ნორმა და კოლიზიის დროს, კოლიზიის კი არა და კონკურენციის დროს და მით უმეტეს ვითომ ვითხრათ, რომ 2010 წელს არის ამ ნორმაზე ნაბიჯები საქართველოს პარლამენტის მიერ და პროკურატურა ვერ გვეუბნება 99 წლის მერე, როდის არის ნაბიჯები ამ ნორმაზე. ნორმის შეფარდების განსაზღვრელი პირი
როცა ამაზე მსჯელობს პარლამენტი, ეს იგივეა რომ ნორმის დისპოზიციაზე იმუშავოს. ამ ვითარებაში თუ თქვენ ჩასწრებს პოლიცია და კონსტიტუციასთან შესაბამისობა რაღაც თვალსაზრისით უნდა დადგინდეს, მაშინ იმართებს ადგენებს საკონსტიტუციო სასამართლოს. თუ ასე ჩათვლით, თქვენ ეს უფლება გაქვთ, მაგრამ ყველა უფლება დებულებასაც წარმოშობს. მე მინდა რომ გადაწყვეტოთ უფლების სასარგებლოდ, ანუ ჩემი უფლებრივი მდგომარეობის სასარგებლოდ. ნუ გამიშვებ იქ, სადაც ჩემ უფლებრივ მდგომარეობაში, ანუ ჩემს კონსტიტუციურ სტატუსში უფრო მეტი ჩარევაა. როცა მე ეს არ მეკუთვნის საქართველოს კანონმდებლობით და არც საქართველოს კონსტიტუციით. თქვენი გადაწყვეტილება, მე მგონია რომ პირდაპირ თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება რომ საქმე შეწყდეს, მაგრამ თუ ამ გადაწყვეტილებამდე ვერ მიდიხართ საკანონმდებლო კონსტიტუციური კითხვის ნიშნების გამო, მაშინ კითხეთ საკონსტიტუციო სასამართლოს. ჩემი უფლებრივი სტატუსი განსაზღვრულია კონსტიტუციით იმ კანონით, რომელსაც იყენებს მათ შორის პროკურატურა და იმ კანონით, რომელსაც მე ვაპელირებ. ამ უფლებრივ სტატუსში ზედმეტი ჩარევა, ამ ჩარევის უფლება მე არ მინდა რომ მისცეთ პროკურატურას. და თქვენ შეგიძლიათ ამის შესრულება ორი გზით. ამიტომ ახსენე საკონსტიტუციო სასამართლო. პირველი თქვენ მე შეწყვიტოთ დევნა, მეორე კითხოთ საკონსტიტუციო სასამართლოს ასეთ ვითარებებში როგორ უნდა იქცეოდეს არა მხოლოდ კანონმდებელი, არამედ სასამართლო პრაქტიკა და იცით რომ საკონსტიტუციო შეუძლია დადგენა იმგვარი გადაწყვეტილებების, რომელიც ეგავლენს ახდენს სასამართლო პრაქტიკას. მე ვეჭვობ რომ ეს პირველი საკითხი ამგვარი, არა მხოლოდ თქვენ განხილვაში, არამედ ზოგადადაც წარდგინების ნაწილს კი არ გულისხმობ. ნორმათა კონკურენციის ნაწილს გულისხმობს სისხლის სამართალში. ამიტომ საინტერესო იქნებოდა თუ თქვენ თვითონ თავად ვერ მიიღებთ დროში გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლოსგან გავიგოთ რას ფიქრობს ის ამ საკითხს. წინა სასამართლოზე ჯერ არ ყოფილა, უბრალოდ პირველივე ანუ აღკვეთის ღონისძიების ხდომებზე ბევრჯერ გაიზღერა ბევრ პროცესზე სულ არ ვიცი თქვენ მოსამართლის შეკითხვას პასუხი შეიძლება ბატონო მოსამართლე ისაუბრეს და ნამჟელი არ არის სასამართლო. წინა სასამართლოს ხდომაზე არ დაყენებულა ეს საკითხი დევნის შეწყვეტის ჭრილში ბატონო მოსამართლე, თუმცა აღკვეთზე არაერთხელ გაიჟღერა და შესაბამის გადაწყვეტილება. სად გაიჟღერა აღკვეთზე? მაშინ გითხარით ისაუბრეს. ბატონო ქეთევან, როგორც სწორად გავიგე, დებულებაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ რაიმე ჩანაწერი არ არსებობს, ხო ეს? მესამე მუხლის წამიკითხავთ თუ გეტყვით. არა, გეკითხებით, სწორად გავიგე თუ არა, რომ ესე თქვით, რომ დებულებაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ არანაირი ჩანაწერი არ არსებობს. მე ისე არ გითხავს, ვთქვი, რომ დებულებაში წერია, რომ კომისიის ეს მოთხოვნის შეუსრულებლობა გამოვიწვევს პასუხისმგებლობას კანონმდებლობით დადგენილი წესით. კი ბატონო, დებულებაში ასევე წერია, რომ კომისიის მოთხოვნა მაგალითად ახსნა განმარტების მიცემაზე უარის თქმისთვის იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. მე-6 მუხლის მესამე პუნქტი. ხო, აი თქვენ რასაც ამბობთ, აი ესეთი რაღაც წერია, მუხლი მეორე ძალიან კარგად ვიცი რა წერია. ანუ რა გინდა თუ გაიგო ბატონო სამართლე, აი რა. სისხლის სამართლებრივი ნახსენები არ არისო ბატონო სამართლე. ეგრეა, ეგრე ამბობს. ნახე, ჩემო ძვირფასო. მე ვთქვი, რომ დებულებაში წერია თქო, რომ საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შემთხვევით. თქვენ თქვით თავიდან, რომ დებულებაში წერია, რომ ეკისრება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა თუ არ გამოცხადდებაო. მე გითხარით, რომ ესეთი რამე დებულებაში არ წერია თქო, იმიტომ რომ ციტირებ დებულებაში, რეგლამენტშიც და კონსტიტუციაშიც წერია შემდეგი რამე. საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში მის ხდომაზე გამოცხადება სავალდებულოა. გამოუცხადებლობის შემთხვევაში კი პირს დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობა. მუხლი 2 პუნქტი 2. ასეთი რამე წერია. ანუ დაკონკრეტებულია ისევ ზოგადი და სპეციალური ნორმები და ახლა ძალიან ის ლექცია გამოგვივიდა. თან პირველი კურსის ლექცია გამოგვივიდა. ბატონო მოსამართლე, დებულების მე-6 მუხლის მესამე პუნქტში მითითებულია, რომ კომისიის მოთხოვნა მიწვეული პირის მიერ ახსნა განმარტებაზე უარის თქმისთვის ან სხვა არასწორი ახსნა განმარტების მიცემისთვის ისჯება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით დადგენილი წესით. ანუ მე-6 მუხლის მესამე პუნქტში წერია, რომ კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა და დაკონკრეტებულია რა იგულისხმება, ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით გასაზრდელად. აუ, ეს ფორმულირება იქ
თუ ჩვენ ვუსმენთ აქ და ვასრულებინებთ, ნება იბოძონ და დამასრულებინან ჩვენი სიტყვა, შესაძლებელია კითხვების დასმა აღარ დაჭირდება. რას გულისხმობდი ახლა მე ამასთან დაკავშირებით დია ყველაფერს განვარტავ. ნახეთ, პრობლემა ხო იმაში დგას, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა დაცვა ამბობს, რომ არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ქმედება. პრობლემა ხო არის ამაში. პლუს ამას ქალბატონმა ქეთევანმა განმარტა, რომ დებულებაში არსად სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის თაობაზე განმარტებას ვერ შეხვდებითო. აქედან გამომდინარე, მივუჩითე, თუ ასე არ განუმარტავს, მაშინ მიგითითებთ ბატონო მოსამართლე მე-6 მუხლის მე-3 პუნქტზე, სადაც წერია კომისიის მიერ განსაზღვრული პირი წერილობითი ან ზეპირი ახსნა განმარტების ჩამორთმევის მიზნით კომისიის მიერ მოწვეულ პირს წინასწარ განუმარტავს პროცედურაში მისი წარმომადგენლის მონაწილეობის უფლებას და აფრთხილებს ახსნა განმარტების მიცემაზე უარის თქმის ან ახსნა განმარტების მიცემისთვის თავის არიდების ან და შეგნებულად სრულ ახსნა განმარტების მიცემისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. შესაბამისად, რის წინაშე ვდგავართ, კომისია მოთხოვა კონკრეტულ პირს ახსნა განმარტების მიცემა და ამ კონკრეტულმა პირმა უარი თქვა ახსნა განმარტების მიცემაზე. შესაბამისად, სახელზე გვაქვს კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა. პირდაპირ დებულებად გვეუბნება, რომ ამის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არის დაწერილი, რაზეც ადვოკატმა ისაუბრა, რომ ვერსად ვერ შევხვდებით კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ეს ერთი საკითხი. მეორე საკითხი არ გება კანონით.
ასევე თქვა თითქოს ბრალდების მხარე იწყვებოდა მსგავსი დათქმა არ არსებობსო. 1995 წლის 7 მარტის რედაქცია 206 მუხლის 4 პრიმა რომ მოინიშნოთ შემდეგისთვის გამოგატკებად. ბატონო მოსამართლე 1900 ძველი კოდექსი ბატონო მოსამართლე 1900 სისხლის კოდექსის 206 მუხლის 4 პრიმა ბატონო მოსამართლე ნახეთ 1995 წლის 7 მარტს ბატონო მოსამართლე უბრალოდ იტყუება მსგავსი დათქმა არ ყოფილაო და ამაზე მინდა მიგიჩნიოთ. ნახეთ კოდექსის 206 მუხლის 4 პრიმა. ნახეთ ბატონო მოსამართლე რა იყო 1995 წლის 7 მარტს სისხლის სამართლის კოდექსში და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ერთდროულად შევიდა ცვლილება ზუსტად ერთი და იგივე დღეს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს დაემატა ის მუხლი, რაზეც საუბრობენ 173 ტერცია მუხლი, სადაც წერია დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა და სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა 206 მუხლის 4 პრიმა, სადაც წერია დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა აღნიშნულისთვის ადმინისტრაციული სახელდადებული პირის მიერ. ეს ხდება 1995 წელს. ამის შემდეგ 1999 წელს კანონმდებელმა თვითონ ადვოკატმა ისაუბრა რომ კანონმდებლობის მიზანი იყო ან რა იყო ზუსტად მანდ მივდივართ კანონმდებელმა რომ ჩათვალა რომ ეს ქმედება იყო არა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დასჯადი, არამედ სისხლის სამართლის კოდექსის დასჯადი 1999 წლიდან უკვე სისხლის კოდექსში ჩაიწერა 359 მუხლი და ყოველგვარი დათქმის გარეშე, ყოველგვარი ადმინისტრაციული სახელდადებული პირობის გარეშე, პირდაპირ დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა. ერთ მხარეს გვაქვს სისხლის სამართლის კოდექსი ახალი, მეორე მხარეს გვაქვს რაღაცა საბჭოთა კავშირის დროს მოქმედი კოდექსი. ამ დროს როგორ ვიქცევით? ამ დროს როგორ ვიქცევით? აი აქ მივდივარ ზუსტად ბატონო მოსამართლე. ამ დროს როგორ მოვიქცეთ, გვეუბნება ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონი, რომლის მე-7 მუხლის მე-6 ნაწილი პირდაპირ გვავალდებულებს, რომ უპირატესობა მივანიჭოთ უფრო გვიან მიღებულ კანონს. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, რადგან ეს ორი კოდექსი იერარქიულად თანაბარია, ხედულობაში მიიღება მისი მიღების ვადა უფრო გვიან პირდაპირ კი ბატონო მე-7 მუხლის მე-6 პუნქტი უპირატესობა ენიჭება უფრო გვიან მიღებულ კანონს. შესაბამისად, კი ბატონო, არანაირი შემდეგი კი ბატონო, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიული აქტებისას. ბატონო მოსამართლე, შესაბამისად, ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, მაშინ სვავ მე შეკითხვას, რა მიზანი ამოძრავებდა კანონმდებლობას 1999 წელს სისხლის სამართლის კოდექსში ამ მუხლის შეტანით, თუ ამის დასჯა არ უნდა. ფაქტია, სახელმწიფო რა ამოძრავებდა 1993 შემფარდებელი შეცვლის. ფაქტია, 2010-ში რა ამოძრავებდა. აქვე თქვით უშენ. ბატონო მოსამართლე, ფაქტია, სახელმწიფო ამ მუხლს სისხლის სამართლის კოდექსის დაჯაქმედებას და შესაბამისად ასახავს გვიან მიღებულ არ განახლებია 2010-ში რატო შეეხო? არ განახლებია ვინაიდან 2010-ში რატო შეეხო ამ კანონმდებელი? არა, ხო, რატო შეეხო? არ განახლებია საბჭოთა კავშირის დროს დარჩენილი კოდექსი ბატონო მოსამართლე დარჩა 2010 წელს არანაირი შეეხო შემფარდებელი 2010 წელს შემფარდებელი შეცვალა ამ ნორმის. 19 მუხლში 229 მუხლში დაწვია რომ არის. ჩამოგვიწია შემფარდებლები ცალკეული ნორმების რატო შეცვალა მე-18 ნაწილში ერთი წამით თუ გეკითხებით კითხვა თუ არ გეკითხო 228 იმ მომენტიდან ბატონო მოსამართლე კოდექსშიც რომ ჩავხედოთ მეტი ჩანაწერი ამასთან დაკავშირებით არ არსებობს 163 წერცია მოსაწერია 1995 წლის 7 მარტი ამის შემდეგ არანაირი საფასება არ ქონია სხვა რამები გიხდება 228 ერთი წამი არანაირი ერთი წამი არა მომისმის ბოლომდე ვიცი რომ არ გაწყობთ მაგრამ მაინც გიმართავთ 228 მუხლი ადგენს ყველა მუხლთან დაკავშირებით
შეფარდებელს და შეფარდების პროცედურებს. ერთი წამი, კენეჩორი, გამოსულებინა. ეს არის კოდექსის არჩევანი. რომ შეფარდების პროცედურა კონდეს ერთ კონკრეტულ მუხლში. თორემ როგორც ვისაუბრეთ ჩვენ შეიძლება კოდექსის არჩევანი ყოფილიყო, რომ ყველა მუხლს ცალკე ეწეროს შეფარდება. ხდებოდა არასწორი არჩევანი სამართლებრივი ტექნიკის პროცესით. ამიტომ კითხეთ, სადისწავლეთ, რომ შეურაცხყოფის მოხდენება კი არ მინდოდა. ეხლა გეკითხები. 1999 წლის ამბები გავიგე. 2010 წლის ამბავს გეკითხებით. ამ მუხლს ერთი კონკრეტული ცვლილებით ამ კონკრეტულ მუხლთან დაკავშირებით. ყოველ ამ კონკრეტულ მუხლთან დაკავშირებით 238 მუხლის მეშვეობით. რატო შეეხო კანონმდებელი? ანუ რატო გააცოცხლა 2010 წელს 173 წელსია მუხლი თუ ის მიაჩნდა მკვდარ მუხლად? ეკითხებით და კონკრეტული ცვლილება ამ მუხლში არაფერი არ ამ კარგი პასუხობთ ახლა თქვენ მოგწონთ არ მოგწონთ ეგ თქვენი გადასაწყვეტია მიიღეთ პასუხი როგორც კი ბატონო ამ მუხლთან დაკავშირებით ბატონო მოსამართლე არც დისპოზიციის არც სახდელის კუთხით არც ჩამოყალიბების კუთხით არანაირი ცვლილება არ შეხებია აი მე მაგით შეკითხვა შეიძლება დავუსრულოთ მარი ესეც შეკითხვა ანუ ნიკა გვარამიას ბრალი აქვს წარგიანი იმისთვის რომ ახსნა განმარტება არ მისცა იმას რა ქვია კომისიას ნიკა გვარამიას მე შემოხლის მესამე ნაწილი რის დამადასტურებლად მოიყვანეთ ანუ ნახეთ მე გავმარტეთ წეღანას ალბათ ვერ გაიგეთ დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობაც ახსნა განმარტების მიცემაზე უარის თქმაც და სხვა ყველა გარემოებები რაც მათ წერია არის დროებით საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა ხო ეს თქვენი განმარტებაა მე ამის განმარტება როგორ არის დროებით საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა შესაბამისად დროებით კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის დებულებამ მეექვსე მუხლში ჩაწერა ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მაშინ ჩაწერდა ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას თუ ესე მიგვაჩნდა რომ ეს ადმინისტრაციული იყო ან დატოვებდა ისევ სისხლის სამართლის მაშინ მაგრამ დააკონკრეტა რომ ამისთვის იყო დაწესებული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და არა სხვა კოდექსები კარგენილი პასუხისმგებლობა ბატონო მოსამართლე თუ შეიძლება უკრდა ძალიან ცუდი რეპლიკები სიცილი მოდის და არ არის არც მომენტი არის ორი ერთიანი საუბარი დაიხურება სტუმრად და გავახსენებთ თუნდაც დახურ რეჟიმში. დაცვის მხარეს ეს სწავლას გამოსცენა და ჩვენი პედაგოგიური ადმინისტრაციული სამართლის მოსამართლე პირველი გამოშვების ხალხური კოპატიშვილი მოგესალმებით. არჩახარფის ეხლა. სწავლა განსაკუთრებული იყო საუბარი თუნდაც გამოსცენა. გაუგნებულია ხალხური კოპატიშვილი აღმოსმენელი ჩვენში. ბატონო სწავლა დაახლება ისეთი ამბავი გახდა ქვეყანაში რომ კარგია რომ მაგას ვიკანათო მხოლოდ არიგებოდა ცუდი ანუ დავაფიქსირებ საბოლოო პოზიციას რა ფაქტია რომ გვაქვს ორი ნორმა ერთი ადმინისტრაციულ სამართალდამცავ კოდექსში და მეორე სისხლის სამართლის კოდექსში არ უნდა დიდი განვრცობა იმას ნიკამაც ისაუბრა დიდომაც ისაუბრა რომ უფრო მსოფლიო ნიკას მიმართ გამოყენებულია უფრო მძიმე ნორმა ადამიანის უფლებების ყველა თვალსაზრისით ამის გამოყენება არის დაუშვებელი, იმიტომ რომ კანონმდებელი ამბობს, რომ როცა არსებობს ორი აბსოლუტურად იდენტური ნორმა და მეშვიდე მოგსაჩევეხები ნორმატიული აქტების აუცილებლად. როცა არსებობს აბსოლუტურად იდენტური ორი ნორმა, ერთი არის მსუბუქი და მეორე არის მძიმე, პირის მიმართ თუ არ არსებობს კონკრეტული მიზანი და ამ შემთხვევაში ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ეს არის პოლიტიკური მიზანი და თია წულუკიანის უშუალო აღხირება, რომ მისი პიროვნების უპატივცემულობისთვის ეს ხალხი სისხლის სამართლის წესით იქნეს მიწვეული პასუხისმგებლობაში, მე ასე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში შეიძლება ნიკა არ მეთანხმებოდეს, თუ არ არსებობს ესეთი აღხირება, მაშინ სამართლის ყველა პრინციპი, სამართლის უზენაესობის, კანონიერების, ნორმის განწყვეტადობის, რა ვიცი, ყველა თვალსაზრისით უნდა იმოქმედოს ადმინისტრაციულ სამართალდამცავ კოდექსის ნორმა. პროკურორმა მოიშველი ნორმატიული აქტების შესახებ კანონის მეშვიდე მუხლიო უფრო მძიმე მიღებული. ბატონო მოსამართლე, დარწმუნებული ვარ ამის უფრო გვიან მიღებულიო ბოდიში.
ამის ახსნა თქვენ არ გჭირდებათ და ზუსტად იცით რა წერია ნორმატიული აქტების შესახებ კანონში, როცა არის კოლიზია ორ სხვადასხვა ნორმას შორის. აქ საუბარი გვაქვს აბსოლუტურად იდენტურ ნორმებზე, რომელიც არავის არ გაუუქმებია. პროკურორის პოზიცია რომ რატო არ გაუუქმეს, არ მოქმედებს, ფორმალურად მოქმედებს, ეს ყველაფერი არის ლირიკა, მოდი ბოდიში, მაგრამ ასე დავარქმევ. ჩვენი განსახდელი თქვენ გადაწყვეტილება მიიღეთ რამდენადაც მევხვდები, რომელს გულისხმობთ ოქროაშვილს ალბათ არა? რაშვა ეგ შორდულობა არ დამდგარა. კი ბატონო, მიმართეთ ის საქმე, ხო, ისინი მოიხსენებენ თუ არა ამას სისხლის სამართლის ხელახლა მომართვით სხვა ამბავია, პროცესში ეჯიბრებითია, ხო გვახსოვს ეგ ამბავი ხა. რაც შეგვი გადასახდელია, მაგათმა ადვოკატმა თუ ეგ საკითხი არ დააყენა, ბატონო, ხა მართლაც სხვა არა, მაშინ ხო ყველას ადვოკატი ხო არ მიქნებია ქვეყანაში, ვისაც იგივე ბრალდება აღწარდგებია. ეგ ერთი და თქვენ გადაწყვეტილებას აქვს. მე კი მესმის რატო იკითხეთ, ბატონო, მაგრამ ეხლა სამუშაოს ვაკეთებ, მე ხო არ ვაგებ პასუხი, კაცო, იმან არ დააყენა, მე დავაყენე. რა ჩემს საქმეა. თორემ დავიწყებ ეხლა 5 საათიან მტკიცებას, კონსტიტუციონალისტი ვარ, მე თვითონ კოპალეშვილსაც მიმართეთ 5 საათი და გისაუბრეთ რატო არის არალეგიტიმური ის საგამოძიებო კომისია. მაგრამ ეგ რომ მინდოდეს, მაგით დავიწყებდი. სხვა რამით დავიწყე, იმიტომ რომ მიმაჩნია რომ თავარი კოლიზია სამართლებრივი ჩემსა და პროკურატურას შორის არის ამაში და მთავარი რასაც ლევანკელოვას უნდა ველაპარაკო მოსამართლის არის ეს. მე ძალიან კარგად ვიცი ვინ იხილავს კონსტიტუციასთან შესაბამისია თუ არა ლეგიტიმაცია. ძალიან კარგად ვიცი, იმიტომ რომ კონსტიტუციონალისტია. სისხლის სამართალი კარგად ვისწავლე მაშინ, როცა ყველა საქმეზე მე ვიყავი დაკითხვის ქვეშ და რა ვიცი, ბრალდებული, გამოკითხული, ეჭვმიტანილი და ყველაფერი. კონსტიტუციონალისტი ვარ, 5 საათი შემიძლია ველაპარაკოთ რატო არის ანტიკონსტიტუციური ეს კომისია. ძალიან კარგად ვიცი თქვენი შეფასების ასე ვთქვათ ზღვრები კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. მე სხვა რამეს მე უფლებრივ ნაწილზე ველაპარაკებ და არა ქვეყნის კონსტიტუციურ მოწყობაზე. ამიტომ არის ეს შუამდგომლობა პირველი. რამდენი წერია ეს მაინც ეს მოგვიმა ასე ვთქვათ, თქვენი შეფასების ლაფსუსის არის. ლაფსუსი მაგას ვერ ერქმება. ლაფსუსი ეს არ არის პროცესირებული. თუ ეს არის ლაფსუსი, თუ ეს არის ლაფსუსი, ადამიანის უფლებათა კონვენციიდან გამომდინარე, ჩვენი კონსტიტუციიდან გამომდინარე, ეს არის ლაფსუსი სისხლის სამართლის როგორ მიპასუხო 2010 წელს ამ საკითხს გამოკითხეთ ეგ ჩემს საქმეს. დაკითხვა წარმოოთ. მე არა მაქვს დავიბარო თუ შეგვიძლია გამოვიცახოთ სახალხო დამცველის საფართ მე პრობლემა კი არა. მე იმიტომ რომ მე კიდევ ერთხელ შეიძლება ბატონო მე კი სასამართლოს პრობლემა არ უნდა გახდეს ყველა საკითხი რაც პოლიტიკა ანუ სახელმწიფო დონეზე მოსაყვანებელი მაგრამ ეგ პროკურატურის საფრთხე უნდა გადაწყვიტოთ არის თუ არა თავმოყრობის მაგალითი მე მომწონს რომ გავაკეთო ახლა პროცესზე და მე ვაპარაკე მე მომწონს რომ პასუხის გაცემის შესაძლებლობა მე ყოფილი ვარ საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე მაგალითად რუსეთის მიერ ქართველების დეპორტაციის მე გაფრთხილება მიმცია ადმინისტრაციულ სამართლებრივ კოდექსში სისხლით არ მიმცია არასდროს პირველი შემთხვევა საქართველოს ისტორიაში ვინც სისხლით მსჯელობს ამაზე და
კომისიის თავმჯდომარის გაფრთხილება არ დაგავიწყდეთ. კომისიის თავმჯდომარეს აქვს მისთვის გარანტირებული უფლება, როგორც უნდა აერჩიოს სხვა ჯერს, ვიდრე დაინიშნება, ან ვალდებულების შესრულებას რომ შეუძლია. ეს არის ადმინისტრაციული სამართალდამოვართა კოდექსით მისთვის მიღებული უფლება, რომელზეც პარლამენტმა იმშელა 2010 წელს და არა 1999-ში. ამის ნაცვლად ქალბატონი წულკიანი დაჯდა თუ არ დაჯდა, არავინ არ იცის. იმშელა თუ არ იმშელა, ვიცით, არ იმშელა. პირდაპირ მიმართა პროკურატურას. სად არის მსჯელობა, ან სად არის მისი გადაწყვეტილება საკუთარ უფლებების შესრულებაზე? ამას ვკითხულობ. პირდაპირ და ერთპიროვნულად რომ ამას ვკითხულობ, სად არის? იგივე პასუხი გვაქვს რატომ სამართლე უკაცრავად ხელს მისვლით რა. ბატონო სამართლე, ნახეთ, თავარი საკითხი აქედაც არის ერთ და იგივეზე მსჯელობს ფაქტობრივად ამდენი ხანია. განმარტება ნორმატიული აქტების შესახებ. ეს არის ერთად თქვენ, ეს სხვა აღნიშნეთ პირველად მიიღო და ასე. ულუკიანმა მიიღო თუ არა ერთპიროვნულად. ბატონო სამართლე, ჩვენ არა, ახსნა თუ არა. არის ახსნა თუ არა, რატომ გადმოდის სისხლში და ის ნორმა რატო უყვავდა? ეს ახსნა თუ არა, მითხარით და თუ ახსნა რატო არ მაჩვენეთ ახსნა. ნახეთ, თუ იმას მეკითხებით, გამოკითხული არის თუ არა ამის ირგვლივ, გეუბნებით, რომ გამოკითხული არ არის და შესაბამისი ოქმი არ გადმოგცემთ. რაც შეეხება მის პოზიციას, ბატონო სამართლე, რაზეც ახლა ბრალდებული მსჯელობს, წერილშივე უთითებს თავმჯდომარე, რომ აღნიშნული ქმედებისთვის დაწესებულია სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა. შესაბამისად, მისთვის იმ მომენტისთვის, როდესაც ნიკა გვარამია არ გამოცხადდა, უთითებს თავმჯდომარის წერილში წერია, რომ ამასთან ციტირებ გაცნობებთ, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის ხდომაზე გამოიწვევს თქვენ სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა. შესაბამისად, ცხადია მისი პოზიცია აღნიშნულთან დაკავშირებით, რაც შეეხება იმ საკითხს, ბატონო სამართლე, რატო დაიწყო პროკურატურამ დევნო, არაერთი განმარტე რა წერია. კომისიის წინაშე გამოცხადებაზე უარი წარმოადგენს სისხლისამართლის ძალაუფლებას და ამგვარი ქმედება ისჯება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი. ხომ წარმოადგენს სისხლისამართლის დანაშაულს, რას ნიშნავს? გამომძიებელმა კი არ მომიყვა პირდაპირ წერია, რომ სისხლისამართლის დანაშაულს თქვენ არ გახსოვთ. შეიძლება მოკლედ გავცვალოთ. ბატონო სამართლე, არ გამისრულებია პოზიცია. ნახეთ, ანუ თქვენ წინაშე მოხდა ეხლა ეს ყველაფერი. ბოლო პასუხი ეწერა გამოუცხადებლობა გამოიწვევს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, მაგრამ მანამდე რო ეწერა, რომ ეს არის სისხლისამართლის დანაშაული, ეს თვითონვე არ ქონდათ წაკითხული და თუმცა ბრალდებას გამომძიებელი არ მოუხდა. ნახეთ, ჩვენ ხო ვამბობდით ახსნა თუ არა და ჩვენ ხო საუბრობთ საერთოდ თავმჯდომარე ჩათვალა პარლამენტმა, კერძოდ დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, რომ ეს იყო დანაშაული. მიუთითა წერილშივე სანამ საქმეს პროკურატურაში გადმოაგზავნიდა, წერილშივე მიუთითა ნიკა გვარამიას სახელზე, რომ ეს არის სისხლისამართლის დანაშაული. არ მივიდა და პროკურატურაში ვინაიდან ეს წარმოადგენდა სისხლისამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას, რეაგირებისთვის საქმის მასალები გადმოგზავნა. რაც შეეხება კოლიზიას ორ ნორმას შორის, ადმინისტრაციულ და სისხლს შორის, მეორე და კიდევაც განმეორდა. 1999 წელს კანონმდებელმა ჩათვალა, რომ ეს იყო სისხლისამართლის დანაშაული ყოველივე დათქმის გარეშე, შეიტანა ეს ამ მუხლში ცვლილება და გახდა დასჯადი ეს ქმედება. ამ მომენტიდან მასზე ვრცელდება სისხლისამართლის კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. ბატონო სამართლე, რატო არა ან ნახეთ იმ შემთხვევაში ნახეთ ზუსტად ეს ლოგიკა არის, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ძველი და გვიან მიღებული კანონი, მოქმედებს უფრო გვიან მიღებული კანონი. და მე მეკითხებით, რატო არ ამოიღეს ბატონო პასუხობ ზუსტად მაგას
სახელმწიფოს წარმოადგენს გასუხობთ რომ ვინაიდან ამ დროს ნორმატიული აქტები გვეუბნება რომ უფრო გვიან მიღებული კანონი გამოიყენეთ, ვიყენებთ უფრო გვიან მიღებულ კანონს. უფრო გვიან მიღებული კანონი არ გაუქმებთ. კი ბატონო, დავასრულებ ბატონო მოსამართლე, მე სამ საკითხზე ვერ მოგაყვებით. ერთი ძალიან მოკლედ მინდა ლევან სხვა რამ უნდა მეკითხა ბოდიში. არა, ამ მოკლე შეკითხვას დაგისვათ მოკლე პასუხი ის ბოდიში. იმედი მაქვს რომ მოკლე პასუხი იქნება. ქალბატონი თეატრალურიანია ნორმა შეფარდებელი თუ თქვენ? კანონზე. სისხლის ერთი წამი არ მეკითხავს ეკვეცეთ. თეატრალურიანმა მომწერა რომ მე რო გძერი ცხვირიბა გამიტომ სისხლის სამართლის კანონით ვიჭერ. უნდა ვეთო. არა, დაშვება ერთი წამი დაშვება. კარგით. ჩავთვალოთ რომ მომწერა კომისიის თავმჯდომარე სისხლის სამართლის წესით დაიჭერა. ნორმა არსებობს საერთოდ. ჩავთვალოთ დაშვება. მე მაინტერესებს ნორმა შეფარდებელია თეატრალურიანი. ნახეთ თქვენ იკითხეთ პოზიცია და თქვენ კითხვაზე პასუხი გაგეცით შესაბამისად. ნორმა იკითხეთ მე თქვენ ისება დაგუგლე პასუხისგებლობა გამოუცხადებლობის შესახებ. მოქალაქეა არ ვარ მიკახვარია სადოქტორო ხარისხით სამართალში. არ ვარ დაგუგლე არც ის წამიკითხავს არც ეს წერს ამომიდო ადმინისტრაციული საფრთხე იჯება რაღაცა 50 ჯერადი ამით თეატრალურიანმა რა მომწერა იქ უნდა ვიცოდე სისხლის სამართლის პასუხი შევედი კანონში წერს კანონი ბრალდებულმა იკითხა მოსამართლე და თქვენ ბრალი წამიყენეთ მერე ტყუილია ეგეც ბრალი წამიყენეთ გასვენა წარმივედი კითხულობ მე შეგნებულად დავარღვიო კანონი თუ ვიცი ჩემი პასუხისმგებლობა რა არის და მივდივარ იმ პასუხისმგებლობაზე ეგეც ხომ იცით მარტივად მომივიდა მოთხოვნა გამოცხადდი არ ცხადდები გავუგლე რა იქნება ჩემი პასუხისმგებლობა თუ არ გამოცხადდები პასუხს 50 ჯერადი ხელფასის ოდენობა ადმინისტრაციულ სამართალდამყართა კოდექსით რა არის 50 ჯერადი თუ რაც 100 ლარია თუ რაღაცა 500 ლარი თუ 500 ლარი ამ ჩემს არ ცხადდები ბოდიში ბაცა ჩემ ასთან მინარებას მიყვები ჩემსას როგორც საქართველოს მოქალაქისას საიდან უნდა დავაგდო თეატრალურიანმა მომწერა რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა სიკილი დაჯარო მოეწერა ამიტომ მივიდოდი თქვენი აზრით ხო ვფიქრობ რომ ერთი დამამთავრებია და შენ თეატრალურიანის მიმართ მარი უნდა იყო ისეთი კრიტიკული როგორც ჩემს მიმართ ეს არის შეძვალდებულება ჩემს მიმართ კრიტიკულობა კი არ არის შენ წარმოადგენს სახელმწიფოს ადამიანის უფლებათა ნაწილში და არა თეატრალურიანის დაცვის ნაწილში და არა პარლამენტის მოთხოვნის დაცვის ნაწილში თუ ის იქცევა არასწორად უნდა გამოასწოროს ჯერ შენ თუ შენ იქცევი არასწორად მაშინ ლევანგელოვანმა უნდა გამოასწოროს აი ეს არის სახელმწიფოს მოწყობის და დემოკრატიის ამბანი მაგით ვკითხე შვილო და რატო გეცინა შვილო მართლა შემწეულობად იქნებოდა 30 განგურგებულია აღარ მოგმართავ მაგრამ მაინც ვიცოდე 30 წელი მიყავს მართლა გეუბნები ამიტომ ვკითხე სადისწავლეთო იმიტომ კი არა შეურაცხყოფა მომეყენებია თქვენთვის მithume წავიკითხოს რა შეფერია პირდაპირ გეუბნებით დემოკრატიის მოწყობა არის თქვენ უნდა დამიცვათ მე თეატრალურიანის უკანონო მოთხოვნისგან რაც არის სისხლის სამართლის წესი პასუხისმგებლობაში მიცემა თუ თქვენ მის მხარესთან უკანონოდ უნდა დამიცვათ ლევანგელოვანმა მეტი მე არ ვიცი თუ ლევანგელოვანი ჩათვლის რომ ეს არის სამართლებრივი რაღაცა კაზუსი რომელიც რთულად გადასაწყვეტია ესე კი არ გქონია მაგრამ მაინც მაშინ უნდა დამიცვას საკონსტიტუციო სასამართლო მე სასამართლო არსად არ მაქვს აბროპიში წავიდე იქ სადღაც სტრასბურგში ну კარგი წავალ თუ გზა არ არსებობს ბატონო სისხლის ნორმა არსებობს მაგრამ მოქმედებს პირველადი ნორმა ანუ ნახეთ არის პირველადი ნორმა ჩემი პრობლემა ერთი თქვენობისება მეორე სისხლის ნორმა სანამ არსებობს განაშაულის გამომრიცხავი ნორმა და ყველა ნორმა უფრო რომელიც სულ პასუხისმგებლობას ადგენს
არ დანაშაულის გამოგვიწყავს. დანაშაულს ადგენს მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსი და როგორც მეშვიდე პუნქტის მეორე ნაწილი პრობლემა არც ის ადგენს ყოველთვის. პირდაპირ მეუბნებით, როცა მე დანაშაულს მედავება ვინმე, მაშინ უნდა მითხრას დანაშაულამდელი საფეხურები გავიარე, კანონმდებლობის საფეხურები თორე ჩემი ქცევის კონტროლი არ მაინტერესებს და ვერ მისაღუთებს ეს ფარი რომ ვერ გავიარე. მეცაც გეტყვით როგორც უკვე გითხარით, სისხლის სამართლის კოდექსი მეუბნება ფორმალური შესაბამისობა დისპოზიციასთან ჩემი ქცევის ჯერ კიდევ არ ნიშნავს დანაშაულს. და მეორე ეს ის შემთხვევა, როცა მეორე კანონი თქვათ მეუბნება რომ დანაშაული კი არა ჩადენილი ჩემი დაფარვის სფეროში ხარ, ეს არის ადმინისტრაციული სამართლებრივი კოდექსი. თუ ადმინისტრაციული სამართლებრივი კოდექსის დაფარვის სფეროში ვარ, სხვა საკითხი ვარ თუ არა, ეს მეორე საკითხია სხვა განმუშავება. მაშინ სისხლის სამართლის კოდექსის დაფარვის როგორ ანუ ორი კანონის დაფარვის ვარ. ეგეთ რა ვარ. ამიტომ დაასრულეს კითხვა რომ გამიკვირდა და თავადონ არა პასუხი. ასოღაც გავუკვირდა. როდესაც სამართლებრივად მოუწესრიგეთ, თქვენ არ გამიკვირდა მოკცენტ პასუხი. ნორმალურობა და კულტურა განსხვავდება ერთმანეთისგან და თავისი ინჟინერია და სამართლებრივად. ამიტომაც მიხარით. თქვენ პროექტი დაიწყეს ადმინისტრაციაში და სისტემაში. რატოცერი ამდენი წელები მოდი ერთი პარლამენტი მეორე მესამე. მე ხო პრობლემა. ჩვენ არ ვართ ამას გიგიხსენებთ. ბატონებო, ნეკო ჩემი პრობლემა არა, ეს პროკურატურა უნდა თქვა. მაგრამ პარლამენტის პრობლემა არ წახალის. მე ხო არ წამოვარდა. მე გიპასუხებ. გასაგები არ წამოვარდა. მე რაც ვარ, მე გიპასუხებ. საკონსტიტუციო სასამართლო ისმის ამ დომენზე უნდა მიდიო. ბატონებო, მე გიპასუხებ. რამდენადაც შემიძლია გიპასუხო. მე არ წარმოვადგენ სახელმწიფოს თორე გიპასუხებით უფრო დაწყვილები. მე გიპასუხებ ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე. პირველი არა, ძველიდან თქვენ ხო ესე ვთქვით, რომ მაშინაც ესე იყო და ძველდება. ხო და პასუხობ დამიტო რა კი ყავ ეს ახალი ძველი და შემდეგ პარლამენტი ხო შეიძლება რომ გიპასუხოთ ბატონო. რა კი ყავ მე მკითხეთ სახელმწიფო წარმომადგენლის გარდა მეც დამისვით შეკითხვა. ამიტომ მეც გიპასუხოთ, მაგრამ მაინტერესებს ხო და პასუხობ თქვენი მაგალი შემიძლია პასუხობ, მაგრამ პასუხობთ. კი ბატონო, პირველი ეს მუხლი გამოყენებული მაქვს ადმინისტრაციულ ნაწილში, მოწმე გამოცხადდა, ამიტომ შეფარდება არ გახდა საჭირო, სისხლის სამართლის ნორმა არ გამომიყენებია. ერთი, მეორე, 2010 წელს პარლამენტი, ის პარლამენტი, რომლის ხელისუფლების ნაწილი მეც ვიყავი, შეეხო ამ ნორმას და შეეხო ამ ნორმას როგორც ცოცხალ ნორმას ადმინისტრაციულ სამართალდამოვას გულისხმობს. სისხლის სამართლებრივ ნაწილში ამ ნორმას არ შეყენია არავინ არასდროს. არც საპროცესო კოდექსში, არც მატერიალურ კოდექსში. რომ საუბრობთ სამართლებრივზე, რატომ შემოიგეს ეს ნორმა? აი 99 წელს თქვენ ოფიციალურად
გრძელდება სასამართლომა ასეთი სახელმწიფო მუსიკალური ვალდების ფედერაციის სახელმწიფო განსხვავებული საკითხთან დაკავშირებით მიაჩნია, რომელთაც ვალდების ხარისხებულება ერთობლივობა ალბათ უსმარი ხარისხის საკმარისი ვარაუდისას რომ ვალდების მიერ განკარგება გამოყენებული ამასთანავე სასამართლო განმარტების ხელმისაწვდომობა არის სადავო, რაც ნიშნავს იმას, რომ დამოკიდების გამოყენება სახელმწიფო ფინანსური სტუმრზე ამასთანავე რომელიც არსებობს განსხვავებული სამართლის საბოლოო შეაფასებს ძალად შეერთვის. მართალია, წინა სასამართლოს სტუმრზე წარმოდგენილია სახელმწიფო საქმის მასალები, ჩვენ წელობით ვეცნობთ ამ მასალებს, თუმცა ეს არ ნიშნავს ამ მასალების გამოყენებას. შესაბამისად, გამოყენება ხდება საქმის არსებობის განხორციელებით. მითებების გამოყენების შედეგად მოსამზადებელი არსებითად განიხილავს მოცემული სამართლის საქმეს, მას სულის შესაძლებლობა ექნება და ვალდებულებაც შეაფასოს საკითხი, არის დღეს აღიარებდა დაცვის ხარჯს. წინა სასამართლოს სტუმრის მოსამართლე ამ ეტაპზე მტკიცებულის გამოყენების გარეშე ვერ შეაფასებს ამ საკითხის თუნდაც იყო სამართლებრივი საკითხი, რადგან ერთობლიობაში დამოკიდეს ყველა საკითხების შეფასება. მათ შორის მაგალითად მოგვიყვანეთ პრაქტიკას ვეძებუჩი თანხმობის საკითხის განშეცვლაში შემდგომში არის ესეთი მოცემულობა, როდესაც თანხმობის საკითხები ჩვენ გადაგვიცია ასეთად განსხვავების სამართლის საქმე, თუმცა ასეთად ნამდვილ მოსამართლეს მტკიცებულების გამოყენების შემდეგ დაუდგენია, რომ სახეზე იყო თანხმობა განაჩენი სამხალხო ხელშეკრულების შესაბამისად გამოყენება გამოყენებული მომხდარამდე უნდა იქნეს გამოყენებული აღნიშნული საკითხი და მის მიხედვით აღნიშნული ერთ საქმეზე მსგავსი მოცემული იყო სასამართლომ ასეთად განსხვავებული გადაგაცდა საქმე. მომდინარე ვალდებულებზე ძალადობრივი შეუსწავლების პრინციპი რაც ნიშნავს იმას, რომ ინდივიდუალური შეუძლებლობა სამსახურზე ექნება სასამართლოს განხორციელებული განაჩენი შესაბამისად ამ ეტაპზე ალბათობის მარხარისხის სტანდარტით გადაუცეს საქმეს, რასთანაცაც გამოდელობა ითხოვს. შესაბამისად სასამართლო ხელმძღვანელობა საქართველოს სამართლის საოცრების მესამე კონდენატის
ჩამქრა. თქვენ რატო გელაპარაკებთ ვერ ხვდები მაინც დამუშდები. მოსამართლე უნდა გასაცდოს თამითარი დაყოლისნებელა. ასული გაიქცეს. იმის არაბასკვის კაცება მიჩიო. იმის იქით გადამოსვლა ფეწარობაში. ისმე. ერთი წავთ ეხლა. ადვოკატებსაც ხომ დაასრულეთ და იმაში დიო. თქვენ გაწყობთ თუ არა ეს უკვე დია ძალიან კარგი. ისევე როგორც თქვენ ჩინებენ წმენა როგორც ჩამოყალიბეთ დამისთვის მადლობა. თუმცა არასწორად ჩამოვაგდეთ, მაგრამ სამი გურიან ვაიმის ვაჟვადა გასულიყოთ მე შეგერდეს ვერაფერი ვერ იკაშკერა კანოში მונה ამოჩი სამში ფიზიკურად შეუძლებელია 20 პროცესი მაქვს ბატონო მოსამართლე, ამიტომ სამი ერთი კვირის პირველი სკოლა მაინც არ ტარდება. სამამდე მე არცალია ორი არ სამი. ორში მისაღებია. სამამდე მე არცალია მე პოლიტიკოსი ვარ და საქმეებრივ გასვლა პროკურატურის ბატონო მოსამართლე, გადავდეთ სამში შეინიშნება თუ მისაღებია კი ბატონო. უნდა გამარტო არადროს ახონია ამბიციები პრაქტიკაში რომ დაუსრულოთ კონკრეტულად მაგრამ შეთანხმება. თუ ეხლა არ დახდება მაშინ მე ჩამოჩი. ამიტომ ჩემი ანუ სამის მე არის ცალია პრობლემა 29-32. ანუ ვაფიქსირებთ აგერ ოქრში ვაფიქსირებთ რომ ჩვენ არ ცალია 29-32 და გთავაზობთ 3-ს რომელიც არის ბოლო ვადა. ბატონო მოსამართლე, 3 დღე არცალია განსხვავდეს, 1 დღე არ გცალია ჩვენ 3 ივნისს და მაშინ ჩავნიშნოთ მანამდე 28-ში თუ არის შესაძლებელი, ან 27-ში. სამი არ არის მისაღები? პროცესები. ორიც არ არის მისაღები. ორი მისაღები, ჩვენთვის არის მისაღები ჩვენთვის. თხის მეორე ნახევარი ორში მაშინ. თქვენი ადვოკატები კი ბატონო. რომელსაც მითხარით ერთი წამით ეხავე. ხუთმეტი საათი. 15 საათი. მისაღებია. ბატონო 15 საათი ხო მოსამართლე უკვე დაინიშნა თუ ჯერ არა? არა, უნდა გადავწყვეტ. სასამართლო ასე მიგარ გვარანტის ბალანსის სამსახურზე საკუთრებია 2025 წლის 2 ივნისს 15 საათზე თბილისის საკონტროლო სასამართლოს ისმის სამფრის საკონტროლო კოლეგიაში ბრალდებული ვალდებულია გამოსადეს თომაზე არასაკუთრებულ მიზეზს გამოსავალების შემთხვევაში ამან მოხდა კანონური გასაზრდილი კომიტეტი განაცხადა პროცესი გადაგზავნა შეგვიძლია განაცხადა რომ დასრულებულია კარგად